უნიკალური და საოცარი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ისტორიაში აი ესეთი თარიღი და თარიღები რამდენიმე, რომელიც ჩვენს ენერგიას აერთიანებს და ჩვენს ემოციასაც საერთო მიზნისკენ მიმართავს, ესეთი თარიღი აი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია დამოუკიდებლობის დღე. და განსაკუთრებით ალბათ მძაფრი იქნება ეს ემოცია, იმიტომ რომ საფრთხე, რომელიც ახლა უდგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, არის ძალიან ხელშესახები და ძალიან ცხადი, ძალიან ახლოს და ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამ საფრთხეს. და განსხვავებული დამოუკიდებლობის დღე იქნება. მე ალბათ პირველად ესეთი მოლოდინი მაქვს, ვიცი რა განრიგი როგორი შეიძლება იყოს ხვალინდელი დღე. სადღაც შუადღიდან დაწყებული ბევრი სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ამ ღონისძიების ორგანიზატორების და მონაწილეების პირველად იქნებიან საქართველოს მოქალაქეები. ხო, ყოველ წელს იყო მაინც ეს დადგმული ოფიციალური ცერემონია და აღლუმი, რომელიც ასევე გრძელდებოდა, მაგრამ ხვალ იქნება ბევრი სხვადასხვა აქტივობა სხვადასხვა ლოკაციაზე. აი დაწყებული დღის დაახლოებით 3 საათიდან არა მხოლოდ მარშები და მსვლელობები, არამედ ჩვენება სხვადასხვა სანახაობების, ჩვენი ისტორიის, განვლილი წარსულის, მათ შორის არჩევნების გაყალბების, პატიმრებისთვის გასაგზავნი წერილების, მათთან დაკავშირებული ღონისძიებები და ბევრი რამ დაიგეგმა, მთლიანად განრიგი არის არაჩვეულებრივი, ყველა სხვადასხვა ორგანიზატორი ყავს, სხვადასხვა მონაწილე ყავს. პლატფორმის ფარგლებში კარგი კოორდინაცია შედგა, რომ ღონისძიებები ყოფილიყო რაღაცნაირად ლოკაციაც ისე შერჩეული, რომ ხელი არ შეეშალოს და მთლიანობაში ერთსაერთო იდეასთან გაერთიანდეს, გამაერთიანებელი იყოს დამოუკიდებლობის იდეა, როგორც ის ისტორიული ხაზი, რომელიც ჩვენ წინაპრებისგან გადმოგვეცა და რასაც მივყავართ. პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც საღამოში იგეგმება, ალბათ შეაჯამებს ამ ემოციას, ხვალ შეკრებს ამ სათქმელს. ის პრეზიდენტ თავად იტყვის, ჩვენ ამზადებს მის სიტყვას, მაგრამ დარწმუნებული ვარ იქნება ძალიან საინტერესო და ალბათ ყველაფერს, რასაც ატარებს ხვალინდელი დღის სათქმელი, რაც მოქალაქეების ალბათ ყველაზე დიდი გულისწყევილია, ყველაზე დიდი საფიქრალია იმ სათქმელს გაერთიანებს და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მთლიანობაში ეს დღე დავინახოთ როგორ ჩვენი ერთობის საქართველოს აქტიური მოქალაქეების ერთიანობის დღე და განაცხადი, რომ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენ ყველაფრის ფასად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ეს ის მიზანია, რომელიც აბსოლუტურად ყველას, როგორიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, აერთიანებს და თანაბას ხდის ამ ბრძოლაში. აი ეს არის ამ დღის სულისკვეთება. მე არ მინდა რომ ან გადაჭარბებული რაღაცა მოლოდინები შეიქმნას და ზუსტად ის შინაარსი უნდა ჩაიდოს 26 მაისის დღეში, როგორ შინაარსს დამოუკიდებლობა ატარებს. ან იმაზე დიდი შინაარსი რა უნდა ჩავდოთ, რაც დამოუკიდებლობის იდეაა, ხო, რასაც ეს თავისთავად ეს მიზანი, თავარი ჩვენი საზრუნავი ატარებს. აი შემიძლია გითხრათ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, მთელი ეს პერიოდი ძალიან კარგი სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა და არაჩვეულებრივი ადამიანები არიან ეს აქტივისტები, ვინც აორგანიზებს ამ სხვადასხვა ღონისძიებას. შეიძლება ყველგან ვერ ვიყოთ ყველა, მაგრამ ალბათ გადავნაწილდებით დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე. კი ბატონო, გასაგებია. და ქალბატონო ეკა, აუცილებლად მინდა გკითხოთ ასევე პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, აი ჩემს წინა რესპონდენტთან საუბრობდით, რომ რაღაც ისეთ მოცემულობაში აღმოჩნდით, რომ პოლიტპატიმრები რაღაცა კი არ მცირდება მათი რაოდენობა, არამედ პირიქით იზრდება და რა ვიცი, ბოლო ერთ თვეში თუ ორ კვირაში ირაკლი ორქოაშვილის შემდეგ აგერ ზურაბ ჯაფარიძეც შეემატა პოლიტიკურ პატიმრებთან რიგებს და წინ კიდევ ხალხი არის მოკლედ სიაში, ვინც რაღაცნაირად წინასწარ იცის, რომ ივანიშვილის ციხეში შესაძლოა მოუხდეთ წასვლა. რატომ ესე ვთქვათ, ანუ რატომ ქმნის კიდევ უფრო მძიმე ვითარებას ბიძინა ივანიშვილი? ქალბატონო ეკა, როგორ ფიქრობთ, აი რაში სჭირდება ეხა პოლიტიკოსების დაკავება მაშინ, როდესაც ისედაც კრიზისია ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ?
ხო, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ასე გეტყოდით, ანა, რომ შეიძლება არც ჭირდება, მაგრამ ის უკვე ისეთი ინერციით და ისეთი მძიმე ტრაექტორიით მოძრაობს, რომ წარმოვიდგინოთ მართვის პულსს რო დაკარგავს საჭესთან მყოფი ადამიანი და რო ეხეთქება მერე ისეთი მიმართულებით, რაც რისკის შემცველია მისთვის პირველ რიგში და გარეშე მყოფებისთვის. დაახლოებით ამას გავს ახლა ოცნების პოლიტიკა, რომელმაც გაამრავლა პოლიტიკური პატიმრები. ჩემი პატივისცემა ზურა ჯაფარიძეს და ჩემი სოლიდარობა ყველა სინდისის პატიმარს. ზურა უბრალოდ ბოლო იყო, ვინც დააპატიმრეს, თუმცა გუშინაც კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს, ხო და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ფეიერვერკის გამო. ადამიანები ცემით დახოცეს. ისეთ სასტიკი დაზიანებები მიაყენეს და ერთი ადამიანიც კი არ დააკავეს. ერთ ადამიანს პასუხი არ მოთხოვეს და აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ციხეში ამყოფებენ. ჩვენ სამშაბათს გვაქვს ისევ ის ანდრო ჭიჭინაძის და 11 სინდისის პატიმრის დიდი სასამართლო პროცესი. შემდეგ 4 შაბათს ზვია ცეცხლაძის და აი იმ ჯგუფის სინდისის პატიმრების პროცესი. ეს კვირა სულ აი მიმდინარე კვირა იქნება ეს პოლიტიკური სასამართლოები, რასაც ჩვენ უყურებთ და რასაც არც ვეგუებით, არა, ჩვენ იმ პროცესში ვაჩვენებთ ძალიან დიდ წინააღმდეგობას, ვაშიშვლებთ სისტემას, ვაჩვენებთ რეპრესიულ ამ ისედაც მორყეულ მოდელს, რამდენად მძიმე საკუთარ სარკეში ვაყურებინებთ და ხედავენ, რომ არაფრის გამო, მაგრამ საქართველოს მომავლისთვის მზრუნველი ადამიანები ეხა იქ ხედან საბრალდებო სკამზე და მოდიან დაზარალებულის როლში პოლიციელები, რომელიც წარმოუდგენელ განმარტებებს აკეთებენ, ამბობენ, რომ არ ვიცი, ვინ დაგვაზარალა, არ ვიცი, ვინ დამაზიანა, რაღაც აბსტრაქტულ ჩვენებებს იძლევიან, ეს ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ რომ არ არსებობს მტკიცებულება, არ აქვს ვიდეო მასალა, არ აქვს ფაქტი, ვიღაცას რო ხელი დაადო, ხო ვიტყვით, აბა გვაჩვენეთ, ვინ დაგაზიანა და ამ დროს უამრავი ვიდეო მასალა გაქვს თქვენ გადაღებული ჟურნალისტებს, სადაც ჩანს მოქალაქეების მძალადობა. ჩვენ ამ პროცესებს მივიყვანთ ბოლომდე და ყველა სინდისის პატიმარი მალე გათავისუფლდება. მე მჯერა, რომ ყველა მათგანი წერს ეხლა საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე მისი ხელწერით განსხვავებულ ისტორიას. და მეორეს მხრივ ივანიშვილი, რომელიც ვერ იხებს უკან, ვერ ხვდება უბრალოდ გამოსავალს ამ სიტუაციიდან, რატო ვერ ხვდება, იცით ანა, ეხლა სისტემა, რომელიც მას ემსახურება, ხო, ეს არის ძირითადად პირველი სასამართლო, რომელიც ასრულებს ამ პოლიტიკურ დავალებებს. შემდეგ ეს არის უკვე ძალოვანი უწყებები და ეხლა რო აჩვენოს აქ უკან დახევა, იმდენად შიგნით არის მერყეობა და შიგნით არის დაწყებული სისტემის შიგნით. დიდი რყევა, რომ მას ეშინია, რომ ეს ედბაშად არ ჩამოინგრეს და აჩვენებს ამ სისასტიკეს, სიხისტეს, რაც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში კიდევ უფრო აჩქარებს ამ მარცხს მათი სისტემის, მაგრამ უბრალოდ გიხსნით, რატო ვერ იხებს უკან. და ზურა ჯაფარიძის, იგივე ქუაშულის ასხვების ნაბიჯი, რაც აჩვენებს, იცით, ამ რეპრესიულ სისტემას პირისპირ იწვევს ამ ბრძოლაში. სხვათა შორის ასეთი ინდივიდუალური სიმტკიცის ჩვენებას აქვს დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ ამ დროს ასეთი ინდივიდუალურ გაბედულ თავისუფლებაზე უარის თქმის შემცველ გადაწყვეტილებას, რომელიც გარკვეულ თავგანწირვას მოითხოვს, გადამდები ძალა აქვს. ადამიანებს უჩნდებათ მეტი ემპათია, მეტი პასუხისგებლობა. გვერდიდან რო უყურებ, ფიქრობ, რომ სირცხვილია, რომ ეხლა ხმა არ ამოვიღო. თუ ეს ადამიანი ციხეში მიდის 20 წელი შეუსრულდა ზვია ცეცხლაძეს ციხეში, ნუ რა ან ანდრო ჭიჭინაძეს, ან ნებისმიერ მათგანს რა უნდა ამ ხალხს ციხეში და მათი სიმტკიცე რას აჩვენებს, იცი რომ შენ გარეთ რო ხარ, არ აძლევს შენ თავს უფლებას, რომ მოეშვა, გაჩუმდე, შეწყვიტო ბრძოლა, ეს არის გადამდები და ეს საბოლოო ჯამში ამ რეპრესიულ სისტემას და თავად ივანიშვილს ამყოფებს უფრო დიდი შეცდომების პროცესში და მას სხვა ერთადერთი არჩევანია, უნდა დაიხიოს უკან, გამოუშვას სინდისის პატიმრები და დანიშნოს ახალი არჩევნები. აი ეს არის მისი გამოსავალი და მას ეშინია ამ ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ
მას ახლა განსწავლს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა გამოიწვევს ავტომატურ ჩამონგრევას. მაგრამ პოლიტიკოსების დაჭერა არ გამოიწვევს ისეთ საფრთხეს, რამაც შეიძლება ასევე ჩამოანგრიოს. აქაც ვერ დაიხია უკან ანა, იმიტომ რომ ამ პროცესში ზურამ ჯაფარიძის ოქროაშვილის უშვა შემდეგი ნაბიჯები ეს იყო ისეთი გამოწვევა, ანუ კომპრომისი რომ არ წავიდა სისტემასთან და დაეჯახა რეპრესიულ ამ მოცემულობას. ამან გამოიწვია მათთვის თავისუფლების შეზღუდვა დროებით, მაგრამ სიამდვილეში კიდევ უფროძლიერად შეარყია ეს რეპრესიული სისტემა, ხა რომელიც აქ ივანიშვილს ეს აჩქარებს შედეგს. მათ ესმით ამ პოლიტიკოსებს ძალიან კარგად ამ ნაბიჯის პოლიტიკური და მორალური ფასი. ამიტომ ამბობ, რომ ივანიშვილს შეიძლება ეს არ ჭირდება, მაგრამ უბრალოდ ეხლა სხვა გზას ვერ ხედავს. იმიტომ რომ სხვა გზა არის, რაც გითხარით, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველას გათავისუფლება, მაგრამ ის ფიქრობს, რომ თუ ამას გააკეთებს თავად, ყველაფერს ჩამოანგრევს და ამის ეშინია, ამიტომ მიდის ბოლომდე. მაგრამ ეს ბოლომდე წასვლა უბრალოდ უნდა ხდებოდეს, რომ კიდევ უფრო მტკივნეული დასასრული შეიძლება იყოს. ამიტომაც არის, მე სულ მუდამ ძალიან ღია გზავნილით ისთვისაც ლაპარაკობ, რომ ეხლა გონივრული ნაბიჯი არის დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური ტყვე. ეს არის ერთადერთი ხსნის გზა მისთვის, პირველ რიგში და ქვეყნისთვის.